მეგობრებო, მოგესალმებით. ეხლა მე ვაკეთებ ტესტს. მიკროფონი შეუერთე და მაინტერესებს თქვენთან ისმის თუ არა კარგად, აბა ვინც ნახავს მომწერე. გესმით კარგად? მოგესალმებით. აბა გესმით კარგად? ახალი მიკროფონი მომცეს. თუ გესმით კარგად. ჩემი ღლაჭუნი ისმის კარგად? არა, არ ისმის. კარგი მეგობრებო, ბოდიშით. არ ისმის კარგად. მე მგონი არ არის შეერთებული. მოიცა? აბა ისმის კარგად? აბა ეხლა თუ ისმის, გავიტან გარეთ. მოვიტან ახლოს. გავიტან გარეთ. ისმის? ისმის? აბა ეხლა არა, ხელი რო შევახო, იცი რა არის? ბურთი უკეთე რა. აბა ეხლა. ისმის? ეხლა თუ ისმის? აბა კარგად ისმის ხმა, მეგობრებო? ისმის. კარგად ისმის. ჩემი ღლაჭუნი ისმის? დედაჩემმა ეხლა რაღაც დაკუჭა, ისმის? ყველაფერს ვამოწმებ, ყველაფერს. კარგად უნდა გავიგოთ, კარგი ხმა უნდა მქონდეს. ჩემი ხმა ყველას უნდა ესმოდეს. ბუნებრივად ისმისო. კარგი. აბა ეხლა გამოვთავ და სულ სხვანაირად თუ იქნება. აი ეხლა გამოვაძრე. ეხლა ისმის? სხვანაირად ისმის? განსხვავება ვიპოვეთ. აბა ის შევაერთე ისე. ეხლა თუ სხვანაირად ისმის? აქ რა არის? სინათლე არ გააქვთ. დიდი განსხვავება არ იქნება. უბრალოდ ეხლა მე რო ეს ტელეფონი წავიღო იქით, აი ნახე, საათ. აგერ დავდებ ამ ტელეფონს. აგერ. ეხლა რო წავიდე მე აქეთ, ხო? აბა ისმის? კარგად ისმის? მაინც ისმის, ხო ესია? ხმა მღაღადებლის აუდაბნოს აშინა. კაი, ესე იგი ისმის. კარგით, მადლობა მეგობრებო. ყოჩავთ, კარგი ბავშვები ხართ. რომ დამეხმარეთ. ეხლა შეიძლება, არა, მეც მაქვს ესეთი მიკროფონი, მაგრამ რა არის, იცით? ტექნიკას უნდა ყურადღება დაატენო, იქ მოამზადო, ამდენი თავი არა მაქვს რა ხალხო რა. ბევრი საქმეებია და ისიც საკმარისია ხოლმე, რომ როცა თქვენთან ვიწერ ლაივებს და დროს ხარჯავ, თუ არ ვხარჯავ, საკითხავი ეგ არის. ხო, აგერ დავდებ და აგერ დავჯდები. მოეცა კაცო ესე. აჰა. ესე. აბა როგორ მოგეწონათ? კარგია? მე მგონი კარგია.
წავედი მეგობრებო, ეხლა გავთიშავ და თუ გინდათ შემოვერთები. აბა რომელი თემით შემოვერთდე? თუ გინდათ ეხლა გავთიშავ და რომ შემოგიერთდებით სხვა თემაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ეს ტესტი, აუდიო ტესტი სხვა არ იმას ვიზავთ, რა ქვია, მივაწებებთ იმ ლაივს, რომელსაც შევთავთ ეხლა. მიდი დედიკო, გეძახის ბებო. და მე მოვიგონე. დაგათვალიერებინოთ, უნდა დაგმოიცადე ეს გავიგე თუ აქ ხელი რო არ შემიშალოს. რაღაც უნდა დაგათვალიერებინოთ. არ მიწვინოთ მეგობრებო. აი ნახეთ ჩემი გვირგვინი როგორი იყო. ჩემ ქმარუკასაც ესეთი გვირგვინი აქვს. ეს ფოთოლეთის მონასტერში არის. ეხლა დაიკეტა ის. ვინა დაგათვალიერებინოთ? ეს არის დიდი ღომი. აქ გავიზარდე. ეს არის უფლისციხე. უფლისციხეში ჯვრის ადგილი. ეს დიდიკუ. ეს არის ეს საბერძნეთი არის. ეს კიდე ჩემი მოუხრე და მე ვარ. ეს ჩაუპატირებია არის პირველი. ოი, ხო, ნახეთ, საიდუმლო სერობა, ხო. საიდუმლო სერობა იყო აქ. აქ გავიცენთ მე და ჩემო მეუღლემ ერთმანეთი. აი, ნახეთ როგორ გამოვიყურებოდი, ნახერას გავდი, პატარა გოგო. ჩემი მეუღლე ნახერას გავდა. ეს ჩემი ძმა არის. მოიცა? გაგაცნოთ ეხლა. ეხლა რა ხდება აქ? ეს ჩემი ძმა არის, ბერი არის, აქ ჯერ მორჩილია. ეს მე ვარ, ეს დედა ჩემი, ეს მამა ჩემი, ეს ჩემი და ეს კიდე ჩემი ბიძაშვილი და ამან მოისურვა რომ წავსულიყავით იმ დღეს ფოთოლეთის მონასტერში ჩემ ძმასთან. ხო და რო ავედით. ამას ლომი ქვია, ზედმეტ სახელი. მეგობრები არიან. ეს ჩვენი მეჯვარია ახლა. მარინუსი და ლომი ერთ-ერთი ძველი ჯიპით ამოვიდნენ კაცო იმ სიშორეზე და ვეუბნებიან რა გზა მიდისო და ვეუბნებით რომ არა კაცო გზა აღარ მიდის. აქ წვერი არ ქონდა ჩემს მეუღლეს ნახე. არ მომეწონა ეს რა არის უწერო მამაკაცი მე არ მომწონს და ხო და მოკლედ ერთი სიტყვით აქ კი ჩემი ძმა ზის, მაგრამ მე ჩემი ძმა გადაჭდა და მოვხვდი მე აქ რა და მე ვილაპარაკეთ რა ვიცი გავცვალეთ ერთად ვილაპარაკოთ რაღაცებს. იქ ყველაზე საშინელ ფორმაში ვიყავი აქ რო იცოდეთ რა. ხო და არ მომწონდა არც ჩემი თავი და არც მას მოსწონდა თავისი თავი და ხე კაცოწილთვები რო გაწოწილი. ეხლა გძელითები აქ მაგრამ მაშინ იხლა თავი მომეჩვენა რომ მე ვთქვი რა ხელაზია ეს თმები კაცო ვერ დაივარცხდა. ხო მე გადმოჭდა ჩემი ძმა ხო ეხლა მე უკვე რამდენი ერთი წლის თავზე 2015 წელს გავიცანით ერთმანეთი და 2016 წელს უკვე დავიწერეთ ისევ აქ ჯვარ. აქ უკვე სხვანაირები ვართ ნახეთ. აქ უკვე ჩემი მოკლე სხვანაირია, წვერებიც ცოტა მოუშვა, მეც სხვანაირი ვარ. თმებიც გამეზარდა ცოტა. ხედა? ეხლა აქ რა ხდება? აქ მოკლედ ეს ჩვენი სურათები არის ერთმანეთს რო ვუგზავნიდით. ხო. ეს ჩემი ძმა. საინტერესო ის იყო რომ ერთნაირი ფეხსაცმელები გვეცვა სხვადასხვა კორფუზე რო გავიცანით ერთმანეთი ესეთი ფეხსაცმელები მსგავსი გვეცვა ერთმანეთს. მე აქ ვიყავით ჩვენ კაპოდრასტიზე და აი ეს კაპოდრასტი რა ლამაზი ადგილი იყო იცით? მოკლედ ვიმოგზაურეთ. ათენში წავედით მერე, ვიცოლა შემივნახეთ.
აი ესე გამოვიყურებოდი, სანამ დავქორწინდებოდი, მეგობრებო. აი ამ დღიდან ერთ დღეში ვქორწინდებით მერე. აი ესე ვიყავით. ესეთი გოგო ვიყავი მე, პატარა გოგო ვიყავი, ხო. მერე ჩამოვედით ერთ დღეში ესეთი გავხდი. აქ ხო გითხარით, რომ წყალი არ მოდიოდა მეთქი და შუქი არ იყო უბრალოდ და ცივწყალში. არა, წყალი დაწყდა, ხო და ის წყალინაც და აღებული მქონდა იმ წყლით დავიბანე თავი. მოკლედ ეს იყო და ეს ლონი და მარინუსი ეს არის რონალდ ესე ქვია და ამას ქვია მარინუსი. ეს არის პეტრე და პავლე და იმათაც შეეშალათ და ისინი მღვდელი უნდა მოინათლნენ რა იმ დღეს ნახეთ აი აქ ვიყავით ფოთოლეთის მონასტრებში აი მღვდელმა სპირიდონმა ამ დღეს კი არა და 2014-ში დამავალა რომ თამარზე გადამიღო ფილმი და ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა მადლობა მაინც ხო ამან დაგწერა ჯვარი მეგობრებო ირაკლი ერქვა ამ დღეს მოინათლნენ პეტრე და პავლე აგერ ხო და ესე უბნება სპირიდონმა გადაწყვიტა რომ პეტრე ამას ერქვას და პეტრე ამას ერქვას და პავლე ამას და მე ჩვენი მღვდელი ეუბნება ჩვენი მღვდელი რა პირველად ნახეთ კაი ბიჭია მაგრამ ეუბნება რომ პირიქით უნდა იყოსო ამას პეტრე უნდა ერქვასო და ამას პავლეო და რატო და იმიტომ რომ პავლესო ის წვერი ქონდაო და პეტრესო მოიცა ეხლა მერება ხოლმე ისე პავლესო არ ქონდაო წვერიო და პეტრესო ქონდა წვერიო რა ფრესკებიდან ვიცით ხო და ვინ დაგწერა ჯვარი? არა გოგო ირაკლიმ დაგწერა ჯვარი ხო მე მოკლედ აი აქ ვარ ჩვენ ახალ დაქორწინებულები აქ ვარ ესე გამოვიყურებოდით მოკლედ რა უცბად განახეთ რა არ მიყვარს რომ განახოთ ესე ყველაფერი მე წავედით აქ ბურჯემში ვიყავით ვიყავით მე ერთი წლის თავზე ხელი მოვაწერეთ ძალიან სასაცილო იყო რა ყველაფერი იყო ძალიან სასაცილო მე ვცხოვრობდით მანქანაში აი ამ მანქანაში ვცხოვრობდით ახლა ვიღაცა იფიქრებს რომ აუ რაღაცა და ეს აი ამ მანქანაში ვცხოვრობდით დილიზე ვრუშტოკობდით და გარეთ ეს რაღაცებს ხედავდით აქ დიდი ღომი იყო მე ბაია გაგუჩნდა ჩემი ნიკოლაკო სიყვარული ბაია ნახეთ რა სიყვარული იყო ჯან ეხლა სიყვარულია მგონია მოკლედ ეს იყო და ეს ეგ მოხდა ჩვენი ქორწილი რა ცუდია როცა არის რა არის ოჯახი რა რამხელა პასუხისგებლობა არის ოჯახი და როგორია რომ აი რაღაცა დაქორწინდი და ეს და ბოლოს ჯახა გაიჩალიჯე მონობა არა მე კიდე გამიმართლა კაცო ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი მამაკაცია ისეც თავზე მყვება თუი თვალი არ ეცეს თავს მყვება მოკლედ ძალიან ბევრ რამეში მეხმარება ჩემი მეუღლე ჯერ ხო პირველი ბავშვი მეორე ბავშვი მესამე ბავშვი 4 წელი ესეთი ვიყავი და ხან ესეთი ვიყავი 3 ძუძუზე გავზარდე 4 წლის განმავლობაში ან ორსულად ვიყავი ან ვაწოვებდი ორსული მოკლედ გადავირია მე გამანებეთ თავი აღარ მინდა
ოჯახი ხო? ჯახია, ჯახი. ხო და მოკლედ თან ახლა ეს როგორ არის იცი თან აზე ვერ მოვდივარ რა ხდება მე ვთქვი რა ხდება სად რა გავიჩალიჯე ბიჭო ვიძახი რა მინდოდა არ ვიყავი თავისუფალი დავშეინობდი ვიყავი ჩემთვის რამდენი დრო მქონდა ჩემთვის კაცო რამ თავზე საყრელი და უცბად ერთი ბავშვი მეორე ბავშვი მესამე კი ნახევ გავრეკე მე თქვენ გიჟები ხო არ გაძლებ დამანებეთ და მე ბოლოს აი ესე მეჭირა ბავშვი ესე ჯურჯურს წოვს და აი ესეთი ვარ გამოშტერებული წელი და უკვე გამოფიტული ვარ და წარმოვიდგინე 4 წელი რომ არ გძინავს ნორმალურად იმიტომ რომ ღამედგები აწოვებ იქ ის და მონახა რა ხო და აი ესე დავეგდე ლოგინზე ეს ბავშვი გადავაგდე იქით და მე ვთქვი შო მე ვეღარ მოვაწოვებ მე თვითონ დავარდი ლოგინზე დავარდი ლოგინზე და შო იქვე დავარდი შო აღარა ვდგარ ლოგინზე აი ეს იყო ჩემი გამოცდილება მე ერთი თვე ვიწექი ლოგინში სულად ვიყავი უკვე აღარ შეպես დავიღალე იხარ და იბედნიერე შენს მონაგარში მფარავდი სუპარი ხო ეხლა კი დაიზარდნენ უკვე 5 წლის არის ყველაზე პატარა 5 წელი გავიდა როგორც იქნა ბიჭო მე ვთქვი გვეყოფა ეს პამპერსები აღარ მინდა კაცო ამდენი ბავშვის მოვლა არა მე არ ვიცი ჩემი მოგლე რო არ ყოფილიყო რას გავაკეთებდი გავრეკავდი ალბათ მაგარი მეუღლე მყავს აი ძალიან მაგარი მეუღლე მყავს თოი თვალი არის ეს მithვიდა ხო მეგობრებო მე ვთქვი ესეთი რამე რა რომ აღარ მინდა დავიღალე არ მინდა შვილი აღარ მინდა მაგრამ საქმე იმაშია რომ როცა ორსულები ხوار მოიშორებ შვილს არა ეგ ტყუილია მეგობრო არ გეგონოთ ძუძუს აწორო და რო აწოებ არ დაორსულდებიო არ არის ეგ მართალი სამივეზე ეგრე ორივეზე ეგრე დაორსულდი გელა ამბობს თამადიაცი გავშიფროთ სიტყვა ქორის წილი ან ოჯახი ჯახი ჯუხი ეგენი გაშიფრული მაქვს გია გელა იცი რამდენი ვიდეო მაქვს უკვე დავიღალე მაგაზე საუბარით აი გადადით ჩემს ვიდეოებზე და ნახეთ ქართული ენა ლაზარის ენა ქართული ენა თუ მოიცა როგორ ქვია ქართული ენა ლაზარის ენა ქართული ანბანი ლაზარის ენა პლეილისტში ნახეთ რა და იქ არის ენასთან დაკავშირებით რაც გაინტერესებთ იქ არის ყველა ვიდეო და რამდენი მაქვს ნალაპარაკები და ახლა აგერ ჩემს გარდა კიდე ჯორჯაძეს ნალაპარაკები ჯორჯაძეს ყველაფერში ვეთანხმები ანუ არის ესეთი ან ნახეთ ხო იკვლევენ რა ანბანს და რაღაცეებს ის თავისებურად რა და მე ვეთანხმები ჯორჯაძეს რაც მოვისმინე ყველაფერში ვეთანხმები ჯვარი გეწეროთ იყავით სიყვარულშიო მადლობა შორი ხო და მოხდა ეგრე მე ეხლა რა ხდება ესენი ხო გავაჩინე სამი შვილი და ვიძახი კაცო რა მინდა აი მაშინაც მაგას ვიძახი რა მინდა მე ვთქვი რა ეს არის ჩემი მისია მე ვთქვი ეს არ არის ჩემი მისია რატო ჩავწექი ლოგინში იმიტომ რომ ხედავ რომ ეს არ არის ჩემი მისია აბსოლუტურად ამცდარი ვარ გზას რა იმიტომ რომ ეს არის სატან ჯუელის ერთ-ერთი გამოცდილება რომ აი გეკაჩება ჭაობში რა მიდი კიდე ერთი შვილი აზე ვერ მოდიხარ ამ დროს აზე ვერ მოდიხარ საერთოდ რისთვის მოხვედი ამ დედამიწაზე და შვილების აჩენად ბიჭო მანქანა ხო არ ხარო შვილები აჩინო და რა მე ისინიც ამ სატანჯველის მონები იყვნენ და ვფიქრობ ესე კაცო მე თქვი არ არის ეს ჩემი ცხოვრება ეს არ არის რაღაცა სხვაგან მოვხდი მე თქვი მე რა და всё ვიწექი და აღარ ვდგებოდი აი გეუბნები არანაირი სურვილი არ მქონდა ამდგარიყავი და მე მოხდა სასწაული რა მე უკვე სასწაულების დაიწყო პერიოდი
ხო, მე კიდე აზე მოვედი როგორ ნახე? აი ხო ვამბობდი რომ მე თქვი აი ახლა ვაფშე არ მაინტერესებს რა ეს სამყარო რა. აი არ მინდა აქ ცხოვრება რა, იმიტომ რომ ხედავ ყველაფერი ფარსია, ყველაფერი ტყუილია, ყველაფერი კი ბავშვები და რა მე ეგ არის ცხოვრება და საბოლოო ჯამში მივდივარ მანქანით. ხო და ამ მანქანაში წურველები მყავდა ესე ამხლა ბანკაში და ეს ბანკანა მოუხვიე. ეს წურველები გადატრიალდნენ და მეთქი წყალი არ დაიქცეს მეთქი და ეს წავედი იმას აღარ მივაქცი ყურადღება რომ მოსახვეში ვარ და ბამ შევასკდი ბოძს. ეს ბოძი მოძრა გადმოვტრიალდი და შოქში ვარ ახლა გამოვძვერი იმ მანქანიდან რაღაცა მანქანა მე მომეხმარენ გააჩერეს გადაატრიალეს ეს მანქანა აყენეთ და ფიქრობ ესეთ რამეს რა აი ამხელა შუქნიშანი სადაც აქვს ის ნატურა ხო აი მაგით შევასკვდი ბოძს ამ ბოძს რო არ შემსკვდარიყავი ხო პირდაპირ მიდიოდი ხევში რა ხო და ვფიქრობ ახლა ესეთ რამეს რა ბიჭო მე თქვი მე ახლა რომ რაღაცა მისი არ მქონდეს დედამიწაზე შანსი არ არის არ გადამარჩენდნენ მეთქი აქ ანგელოზები არ დამიცავდნენ აი ხუთ 1 მეტრის 9 მეტრით სიკვდილს ავწდი რა და ვფიქრობ რა არის ვაფშე რა უნდათ რა რას მეუბნებიან რა უნდათ რატო არ გამიშვებენ თქვა ხო ეხლა თქვი გონიათ გული დამწყდებოდა რომ მოვკვდი რომ წავედი ისე იქ საიდანაც მოვედი და ფიქრობ ესეთ რამეს ესე იგი რაღაცა არის გასაკეთებელი იმიტომ რომ აქ ასკარად მანახეს რომ კი გეკაჩებიან იქით რომ უნდათ შენი მოშორება მაგრამ არიან ანგელოზები რომელიც გიცავენ და შანსი არ არის შენ თუ არ გაქვს მისია ეს ანგელოზები არ შეიწუხებენ თავს არ დაგიცავენ რა და აქ უკვე დავაფასე მე ანგელოზთა ეს დაცვა იმიტომ რომ თუ არ დავაფასებ მე ახლა ანგელოზთა დასას ბრმა ვიქნებოდი და რო დავაფასე იმის მერე უკვე დავიღალე რა იმდენი აღსასწაული გამიცხადეს და ნუ ვიტყვი სიტყვას დავქორწინდი ან გავათხოვე ხო და მერე უკვე სასწაულების მომსწრე გავხდი და გრძელდება ეს სასწაულები რა თქვენს აგერ მომსწრე ხართ მერე უკვე დავიწყე საუბარიც კიდევაც ილია მეორეს თან მივიყვანეს და დამატაკეს რომ ნახე ვინ არის მერე უკვე უსამართლობას ვამხელდი იმიტომ რომ ჩემი თავი პირდაპირ მნიშვნელობით სხვა რო ყოფილიყო ჩემს ადგილზე იმასაც დავიცავდი რა ჩემ თავზე გამომაცდევინეს ხო და ჩემ თავზე გამომაცდევინეს სად უსამართლობა ამ ქვეყანაში და სად რა უნდა ვამხირო და ეს დამატარებენ და იქ იმას ვამხელენ იქის რამდენი მხილება მაქვს მარტო 1500 ვიდეოში ნახეთ ახლა ბრმა ვინც არის ის ვერ დაინახავს რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ამასობაში მე ვინ აღარ გავიცანი ეს ტიპები რა ვითომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საქართველოში და ის გურუა და ის მოძღვარია და ის არის და ის მასწავლებელია და ის ფსიქოლოგია და ის ფსიქიატრია და იქ ფსიქიატრთან არა ასტროლოგია და იქის და საბოლოოდ დავინახე რომ მეთქი მაგარ შაში არიან ყველანი მაგარ შაში არიან იმიტომ ყველა თამაშობს ამას უფლეს და ამაოებას ხელს უწყობს გესმის და ეგ არ არის რა ჩვენი მისია ეგ არის მისია ჩვენი არის ის რომ საბოლოო ჯამში მივხვდეთ რომ ეს ყველაფერი არის უკაცრავად და ყლინჯობა რა მეგობრებო ვინც არის ის ყლინჯი რას ნიშნავს ეს ძველ ქართულად თურმე ჰალსტუხს ნიშნავს და მოღუნულს რა ყლინჯობა არის მოღუნული რაღაცა გაღუნული რაღაცა არასწორი ზოგმა ყლ გაიგო და რა თუ სიტყვებში დახის
ხდიდა ღმერთი ჩემო. ხო, საბოლოო ჯამში მეგობრებო, თქვენთან ერთად გავიგებთ თუ რა არის საბოლოო მისია რა. ყველას გაგიცხადებათ ეს ლაივში. საბოლოო ჯამში ჩემი ბავშვობის მისია გავიხსენე. თამარ მეფის აკლდამასთან მიმიყვანეს ახლა რა მეტი რა. ან თუ გინდა გორკა ან ბრაკა სიჩიტანია. დაბრაკული ადამიანები გორკა არის მწარე. პირველად მისმის ეს სიტყვა. გორკა. აი ესეა ჩემო კარგო, ჩემი ცხოვრება. ხო მოგიყევით ახლა ყველაფერი, სხვა რა გინდათ რომ გაიგოთ? მითხარით, გკითხეთ, თორე მე აღარ მაქვს თემები ყველაფერზე ვილაპარაკე. ვილაპარაკე. თუ გინდათ მამაჩემს გაჩვენებთ, გინდათ? რუსულია, ახლა ეგ მივხვდი რომ რუსულია ჩემო კარგებო, მაგრამ მეორესაც გაჩვენეთ, გინდათ ისა? ჩემი ბაირამე. დავიწყეთ. ბუმბულები, შოკოლებები, ნახე, გოგო, ერთმანეთს რომ მიყვნენ და მოყვნენ ერთმანეთს აქ ამ დედამიწაზე. ამ შეყვარელ დედამიწაზე. ეს გერმანიაში, ბავარიაში მეგობრებო. წინკვიდირი ნიკოლოზი გაიზარდა. ეს ჩემი მამამთილია. ეს დიდი ხომია. ჩონჩულობელი. პინცეჩუნები რამ ხელები გამიზარდნენ უკვე რამ ხელები. ეს ჭაჭუნაში. ნიკოლოზი. ჩონჩუნელა. ჭაჭუნაში როგორ ცხოვრება? წყემსების ცხოვრება. ეს მატილდა მარიამი პეჭეჩუნა გოგო. პატარები. ნახე რა ფუმფულა იყო. მოყევე, ნახე. ეხლა აქსის, აი. ეს ტალახი წამლის, მეგობრებო, იქ ვიყავი იმაზე, რა ქვია მაგას, პროცედურაზე ვიყავი და ტალახი წამლის ეს. აი ეს სურათი ძალიან მაგარია რა. ძალიან მიყვარს ეს სურათი. ჭაჭუნა მეგობრებო, ლამაზია ძალიან. აი ნახეთ რა ლამაზია. ეს მეცხვარეები როგორ წველი, ნახეთ ის აწოვებს. ყველს როგორ აკეთებენ. პუშკები. აი აქ ცხოვრობთ ხოლმე ჩვენ მეგობრებო, როცა მივდივართ. აქ ცხოვრობთ ხოლმე მთელი ოჯახი. ეს აი ესეც გარემოში, ხედავთ? ამას დავარქვით ნიკოდა. მადლობა ნინო, ლამაზიშვილები გყავთ, დალოცული იყვნენ. მერე ზამთარშიც ვიყავით იქ.
ჭაჭუნაში. ესეცია. გამარჯობა. ეხლა იქ სკოლაში. ხო. ძუძუზე ხედა? სამივე ბიჭო, სამივე გადაივი, არ შემოწნახე. ნადღეში ვარ, ხედავთ? გამარჯობა, მეზობლები ნიკოლას. ეს ეკლესიაზე რომ არ ვფიქრო ვაკეთებდით, ვაშენებდით. აი საძირკველი უკვე გაუკეთეთ, ეხლა ნახე მიწა გაუკეთეთ რა. ეს ბოლო. მაშინ მარტო ახალი ხო? ესე გაკონკრეტებად და გამარჯობა ცაკო როგორ ხარ? აბარაშობიც. ეხლა ლაივში ვარ, დავასრულებ და მოვალ ეხლა. ახლა აკაჩვენებთ. ეხლა ეს მამა ჩემი, ეს მისი მამა და ეს კიდე მისი მამა. ესეთი ეს მაქრა და ეს კიდე ჩემი ძმა. აგეთ ხატებია მეგობრებო, აი ნახოთ რა მორწმუნე ვიყავით, დედა არის ეს მორწმუნე. ეს კიდე, ეს კიდე მამა ჩემის მეორე ბაბუა. ნახე? აი, მოიცა, ერთი შევდა. აი, ეს ერთი ბაბუა, ეს მეორე ბაბუა. ეს იყო ნასარიძე, ეს იყო გიორგობიანი, მე მგონი გიორგობიანი. გიორგობიანი იყო? ეს რა გვარი იყო? მოკლედ, ეს იყო ფუსტი. ცოლი იყო გიორგობიანი. ერთი სიტყვით გამოდი რა. ამის ცოლი იყო გიორგობიანი? ხო. მოკლედ, ამის ცოლი იყო ფუსტი რაინდების ქალიშვილი და ამის ცოლი კიდე იყო არა, ამის ცოლი იყო გიორგობიანი ანა კაცო. რეცმად ხოჭდეთ. მოკლედ, ამის ცოლი იყო ფუსტი რაინდების ქალიშვილი და ეს სვანი იქნებოდა ფაიზახი. აი ნახეთ, ძალიან მაგრა კაცო. სვანის გარეგნობა. ეს სვანი იყო? არა. აბასადაური იყო. რაჭველი იყო? ესეც. რაჭველი. ამის ცოლი იყო ეს გიორგობიანი კაცი. მაგის ცოლი იყო გიორგობიანი. ხო და ეს ბებოს ვინ არის? ოლიასი. ოლიას მამაცი. ხო, მოკლედ. ეს იყო მაგარი კაცი. მოკლეს. ფულის გამო მოკლა. მელიტონი, აი ამას ერქვა მელიტონი და ამას ერქვა პორფირე. ხო. ხო და ეს რა ქვია, რატო გაჩვენეთ, რომ პორტალებში გამოგზაურობთ მეგობრებო, რა ხდება? კიდე ერთი პორტალი გაიშვა.
მაგარია. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, მეზობლებს მივხედავთ, ჩემი ძმაც მოვიდა და ვისაუბრებთ. აბა თქვენიც დროებით.